ადამიანი, ეპოქა, მოვლენა, კანონი. ჩვენი გენეტიკური კოდი სამართლიანობას ეძებს, როცა ირგვლივ უსამართლობაა. დისკუსია, რომელსაც დასასრული არ აქვს. როგორები ვართ ჩვენ დღეს ისტორიის წინაშე? ვართ თუ არა კანონმორჩილი საზოგადოება, რას გვასწავლის განვლილი ისტორია და რისთვის უნდა ვიყოთ მზად, როცა კანონი ხან სამართლიანია, ხან უსამართლო. საბოლოოდ რას ვირჩევთ? ადამიანის მიერ დაწერილ კანონს თუ დროის სამართალს? გადაცემა დროის სამართალი. ყოველ კვირას 19 საათზე. დაიწყე აზროვნება დღეს. საღამო მშვიდობის მოგესალმებით თქვენ უყურებთ გადაცემას დროის სამართალს. მე ამ გადაცემის წამყვანი დღეს ამ გადაცემას მე წავიყვანი მერაბ ჭიქაშვილი გახლავართ. მივესალმებით ყველას, ვინც გვიყურებს თავისუფალ არხზე და რა თქმა უნდა ასევე სამეფო არხზე და ყველას, ვისაც აქვს საშუალება ჩვენ სოციალურ ქსელებში თვალყური გვადევნოს. ვფიქრობ, რომ დღეს საინტერესო გადაცემა გვექნება, რადგან ჩვენი დღევანდელი სტუმარი გახლავთ დიპლომატი ბატონი კონსტანტინე ჟღენტი. საღამო მშვიდობის ბატონო კონსტანტინე, მადლობა რომ ხარ ჩვენთან ჩვენ გადაცემის შეიღებთ მონაწილეობას. მე უბრალოდ ძალიან მოკლედ მინდა რომ საერთოდ ყოველთვის ვამბობ ხოლმე და ალბათ სწორიც არის რომ ჩვენ სტუმრები, რომლებიც ჩვენთან იღებენ მონაწილეობას და სულ მომხრე ვარ იმის რომ თავიდან ბოლომდე ბევრი რეგალია ვთქვათ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ძალიან ბევრი ადამიანი გამოდის ამბობს, არ ვიცი იბრალებს თუ არ იბრალებს, ძალიან მარტივად ვწყვიტავთ ხოლმე რომ აი ჩვენ წამყვანები ჩვენზე ვამბობ ხოლმე რომ ცოდავთ ამ კუთხით რომ აი მხოლოდ რაღაც ვიტყვით რომ ანალიტიკოსი დავარქმევთ, პოლიტოლოგი დავარქმევთ და შემდეგ რაღაცა და თქვენ შემთხვევაში მინდა რომ მაგარია ექსპერტი. ხო, და ექსპერტი კი ბატონო. თქვენ შემთხვევაში მინდა რომ უბრალოდ ძალიან მოკლედ, იმიტომ რომ უამრავი რეგალია გაქვთ, მაგრამ რადგან ჩვენ მაინც ვახსენეთ რომ თქვენი ძირეული მაინც პროფესია დიპლომატი ბრძანდებით, უბრალოდ მე მინდა შევახსენო ჩვენ სონს და მაყურებას. ბატონი კოტე ბრძანდებოდა 1997-2000 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი იტალიაში. 2004-2006 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიასა და უნგრეთში. 2018-2019 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი. 2014-2018 წლებში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უზბეკეთის რესპუბლიკაში, აკრედიტებულები ტაჯიკეთის რესპუბლიკაში და ასევე 2019 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქუვეითის სახელმწიფოში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. და კიდევ ბატონი კონსტანტინე დიდი ხნის განმავლობაში, წლების განმავლობაში ასევე ემსახურება ჩვენ თაობას და იგი კითხულობდა და კითხულობს არაერთ უნივერსიტეტში ლექციებს. ბატონო კოტე, მე მინდა რომ ჩვენ ერთი ფილმი გვაქვს ასეთი პატარა მომზადებული და ვფიქრობ რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემის დროის სამართალის შინაარსობრივად მის პარტიტურაში ჯდება და რა თქმა უნდა განსაკუთრებით საინტერესო იქნება რომ ჩვენ მაზეს მოგვიწევს საუბარი მით უმეტეს თქვენთან საგარეო პოლიტიკა იქნება ეს დიპლომატია იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარება იქნება და საერთოდ რა გვაქვს გაკეთებული ამ კუთხით და რას უნდა ველოდოთ კიდევ მე მგონი საინტერესო იქნება გაუშვათ ეს ვიდეო და ჩვენ შემდეგ დავბრუნდეთ პირდაპირ ეთერში და სწორედ რაღაცნაირად პრეზენტაცია გვინდოდა მოგვეხდინა დღეს სწორედ აი ამ ფილმის ამ მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენთან დღევანდელ გადაცემაში ბატონ კოტე ჟღენთან ერთად. მოკლედ ვნახოთ ეს ფილმი და შემდეგ გავაგრძელოთ ჩვენ გადაცემა. სხვა ქვეყნების დამორჩილება სამხედრო კონფლიქტის გარეშე ეს არის სრული გამარჯვების იდეალი. სუნ ძი. ქრისტეს შობამდე მე-6 საუკუნეში ჩინეთის სამხედრო ძალების ხელმძღვანელი და მხედართმთავარი. იგი ჩინებული სარდალი იყო და მეფისაგან სრული სამოქმედო თავისუფლება ჰქონდა მინიჭებული. ომის ხელოვნება. გახრწენით ყველაფერი კარგი რაც არსებობს თქვენი მოწინააღმდეგის ქვეყანაში. მოწინააღმდეგის გავლენიანი პირები შეიტყუეთ დანაშაულებრივ საქმიანობაში.
იყავით გულუხვი დაპირებებზე და საჩუქრებზე ინფორმაციის და თანამზრახველების მოსასყიდად. ძირი გამოუთხარეთ მოწინააღმდეგის ხელმძღვანელების პრესტიჟს და საჭირო მომენტში წარმოაჩინეთ ისინი საზოგადოებაში სასირცხოდ. გააღვივეთ შუღლი და დაპირისპირება თქვენი მოწინააღმდეგის ქვეყნის მოქალაქეებს შორის. წააქეზეთ ახალგაზრდები უფროსების წინააღმდეგ. ყველა ძალებით შეუშალეთ ხელი მთავრობის მუშაობას. ყველა ძალებით შეუშალეთ ხელი მოწინააღმდეგის არმიის მომარაგებას და მის რიგებში წესრიგის დამყარებას. მოწინააღმდეგის მეომრების ნებისყოფა დათრგუნეთ სიმღერებით და მუსიკით. გააკეთეთ ყველაფერი, რაც შესაძლებელია, რომ შემღალოთ თქვენი მოწინააღმდეგის კარგი ტრადიციები და დააკარგვინოთ მათ თავისი მოკავშირეებისადმი რწმენა. გაუგზავნეთ სუბუქი ყოფაქცევის ქალები, რათა დაასრულოთ საზოგადოების გახრწნის საქმე. ამ მიზნების მისაღწევად ითანამშრომლეთ ყველაზე უსინდისო და გარეწარ ადამიანებთან. სუნძის ფილოსოფიური პრინციპებით დღემდე საზრდოობს სოფლიო სამხედრო სკოლები. დავრუნდით პირდაპირ ეთერში. ბატონო კონსტანტინე, ჩემი კითხვა, უბრალოდ მინდა რომ დავიწყოთ ესეთი შესავლით, კითხვაც იყოს, კი ბატონო, და შესავალიც რომ ის რაც ჩვენ ნახეთ ქრისტესობამდე მე-5 საუკუნეში დაწერილია და ვიცით რომ არ არის ეს პოზიტიური მხარე. ეს ამაზე შეიძლება ეს არის ნეგატიური კონტექსტი არსებობს აქ, თუმცა პირველი ვისაც ეს რაც ახლა მახსენდება და რაც ყოველს ახსენდება, პირველი თუ ვინმე შეეხო ცუდად, ეს ისევ ჩინეთია და გვახსოვს ოპიუმის ომები და რა დღეში ჩაგდეს ეს ქვეყანა განადგურების პირამდე მიიყვანეს. დღევანდელ რეალობაში დღეს სოფლიო აქ საუბარია სამხედრო სკოლები, მაგრამ მოდი ჩვენ ეს პირდაპირ გავაიგივოთ და ასეც არის. დღევანდელ პრაქტიკაში რამდენად თანამედროვედ გამოიყენეს ეს გარკვეულწილად რიგმა ქვეყნებმა და შეიძლება ითქვას თუ არა რომ აი მოდი თქვათ რასაც დღეს უკვე არა მხოლოდ ჩვენ საქართველოში, არამედ თვით ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვადასხვა კონსერვატიული ლიდერები deep states არქმევენ ამ დიდ რაღაცა ოჯახს, deep states ასაც ქვია, რამდენად იყენებენ სწორედ იმ მეთოდებს და რამდენად ახერხე აღწევენ ისინი მიზანს და რითი შეიძლება დაიცვას თავი ამ შემთხვევაში ჩვენი ერი ტიპის სახელმწიფომ. პატარა ქვეყანამ, რომლის ისტორიას თქვენ ძალიან კარგად იცით, ნებისმიერი გეოპოლიტიკური მოვლენის იქნება ეს თუ ავის თუ კარგის პირობებში. ხო, მადლობა მოწვევისთვის კიდე ერთხელ. ახლა რა შეიძლება ვთქვათ? თქვენ თვით რომ უფრო ნეგატიურად შეხედეთ ამ ყველაფერს. ჩემი აზრით ეს ნეგატიურად შესახედი კი არა, რეალურად შესახედია. იმიტომ რომ ყველაფერი რაც იქ ითქვა, ეს არის რეალიზმის და რეალპოლიტიკის მიმდევრების, რომელიც შემდეგ გააგრძელეს. მაგრამ პირველ რიგში მოგივა მაკიაველი თავში. მიზანი ამართლებს საშუალებას მაგალითად, რომ ყველაფერი ცუდი შეიძლება გააკეთო, ოღონდ რაღაცას მიაღწიო, ხო? ტალერანი იყო ძალიან ცნობილი მინისტრი ნაპოლეონის, რომელიც ამბობდა, რომ ნიშნულობა არ აქვს მწვერვალზე ვარწივით აფრინდები თუ გველივით აცოცდებიო. თავარია რომ მწვერვალზე იყო ბოლოს. ხო,
და ნუ ბევრი ესეთი მაგალითების მოყვანა შეიძლება და სხვა შორის მხოლოდ ესეთი ნეგატიური მაგალითების მოყვანა კი არა. აი ერთი მომენტზე უცბად გამახსენდა, არ ვიცი რატომ. არ ვიცი გიორგი სააკაძის სცენარის, ხა იქ წერია რომ ანა ანტონოვსკაის მიხედვით არის გადაღებული ის კინო, მაგრამ გახსოვთ რუსულად დაუკარითო რუსი მოდის რომ რუსები ეგონოთო იმათო რა. ბატონო, დიახ. სპარსელებს იქ წერია რომ მუსიკით და სიმღერები დათქმუნეთ მოწინააღმდეგე. ხა არ გაგახსენდება ის მომენტი? აი გიორგი სააკაძეში რაც არის რუსი მოდის მუსიკით და იმ დათქმუნვაზე მოწინააღმდეგე სიმღერა. ასე რომ სუნძი მრავალმხრივია, სუნძი მარტო სამხედრო ხელოვნებაზე რო არ არის ცნობილია ფილოსოფია პრაქტიკულად და იქ ბევრი სხვა რაღაცებია თქვენ 12 თეზი კი გამოყავით მაგრამ ძალიან ბევრი სხვა რაღაცა მე მაგალითად ყველაზე უფრო სუნძიში ყველაზე უფრო ყურადღებას ვაქცევდი იმას რომ ომს იგებენ ომის დაწყებამდე კი ბატონო ჩემი აზრით ყველაზე მთავარი ნათქვამი ეგ არის იქ ომი უნდა მოიგო სანამ ომს დაიწყებს. ხო, შემთხვევაში ომის დაწყებას აზრი არა. აზე წასაგებად ომს არავინ არ იწყებს. მართალია ჩვენ ისტორიაში სამწუხაროდ არის მაგალითები, რომ ზოგიერთი თავქარიანი იწყებდა წაგებულ ომს წინასწარ, მაგრამ ნუ ეს არ არის. მე ზეიმობდა კიდევაც წაგებას. იმის მაჩვენებელი არ არის, რომ ეს ომი დაიწყო, ეს რა ქვია წინასწარ წაგებული ომი დაიწყო და ასე შემდეგ. ასე რომ თუ ჩვენ ვისაუბრებთ სუნძიზე როგორც არამხოლოდ სამხედრო სტრატეგოსზე და არამხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, არამედ ფილოსოფიური თვალსაზრისით. აი იგივეს გავიმეორებ, რომ რეალური ცხოვრებიდან აღებული რამეა და შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ის რაც აქტუალური და ის იყო ჩვენ წელთაღრიცხვამდე მეხუთე საუკუნეში დღეს ძალიან ეფექტურად კი ბატონო. სწორედ ამიტომ გამოვყავი ამ შემთხვევაში ომის ხელოვნების ეს ნეგატიური კონტექსტი თორე. კი ბატონო, ესეა, ეხლაც ხდება ეს, ხო? აი თქვენ deep state ახსენეთ. მე მუდმივად ვამბობ ხოლმე უფრო ომის პარტიას, გლობალური ომის პარტიას. იმიტომ რომ deep state მიმაჩნია არის უფრო ქვეყნის შიგნით. თუ ჩვენ რომელიმე ქვეყნის შიგნით ძალა, ასე ვთქვათ, კულისებს ფარდის მიღმა ძალა, რომელიც ცდილობს, რომ იქიდან მართოს სახელმწიფო და თუ საერთაშორისო დონეზე ვიტყვით, მაშინ ეს არის აი გლობალური ომის პარტია, რომლის ძირითადი დასაყრდენი არის სამხედრო სამრეწველო კომპლექსი, არა რომელიმე ქვეყნის ცალ-ცალკე, არამედ აბა ეხლა უცბად წარმოიდგინეთ, რამდენი ქვეყნის სამხედრო სამრეწველო კომპლექსი მონაწილეობს ნატოს შეიარაღებაში, ხო? იქ არის შვედური თვითმფრინავები, იტალიური, ტანკები გერმანული, რაღაც ნაწილები იწყობა საფრანგეთში და ასე შემდეგ. კი ბატონო, აგაშენათ ღმერთმა და არის ისეთი კომპანიები, როგორც ფრანგული, თითქმის ყველა წევრი ნატოს სახელმწიფოს, ესე იგი ის ძალები გლობალური ომის პარტიის, რომლებიც აი ასე ვთქვათ, შოულობენ ფულს კონფლიქტებით და ომებით და სამხედრო სამრეწველო კომპლექსი ეს არის საერთაშორისო ეს არ არის ერთი ქვეყნის და კი ბატონო იქ არის ისევე როგორც ყველა სხვა მიმართულებით არის უფრო ძლიერი სახელმწიფოები, უფრო განვითარებული ეკონომიკით, მათ შორის იარაღის წარმოების კუთხით გაცილებით უფრო ძლიერი და არიან სუსტი სახელმწიფოები. მაგრამ ყველას თავის ნიშა აქვს რაღაცა მოპოვებული, ხო? ხო, ვითომ არ არის ნატოს წევრი, ხო, ისრაელი, მაგრამ როდესაც თავის დროზე ამბობდნენ, რომ მთელი ელექტრონიკა ამერიკული თვითმფრინავების რაღაცა პერიოდის რაღაცა ნაწილი, რომელიღაც ტიპის ისრაელში არის გაკეთებული, აი გაკვირებული ამბობდნენ ხოლმე, რომ ეს რა დონეზე ასულა. მე ამბობდნენ, რომ კოსმონავტებს რომელიც თვალზე გადასხდნენ ისრაელში წარმოებული საათები ეკეთებათ და ასე შემდეგ. ხო, ამით რას ვამბობ, რომ აი ეს გლობალური ომის პარტია და აქ ომზეა ლაპარაკი, ისე ომს რომ მივუყვებით, სუნძი ძირითადად ეს არის. აი თუნდაც ამ ხრივ რო შევხედოთ, ის რაც იყო მაშინ და რასაც ის საუბრობდა, როგორ უნდა დაასუსტო მოწინააღმდეგე, ну დაახლოებით იგივე მეთოდებით ასუსტებენ ეხლა ცდილობენ რომ დაასუსტონ მოწინააღმდეგის ძალები აი საიდუმლო სამსახურები ერთ-ერთი ცნობილი და ძლიერი საიდუმლო სამსახური რომ მაგალითად იგივე ისრაელს ხავს რა თუნდა ამას ლაპარაკი ყველა მიცის ხო ხო და მოსად ამიტომ
აი ეს აქტუალური იყო მაშინაც და აქტუალური ეხლაც. ამას მორალური თვალსაზრისით ვერანაირად ვერ შეხედავ. მან რაც არის, მან თუ დაიწყე ლაპარაკი მორალზე და იმაზე ეს ზნეობაზე და რამდენად და იმაზე, მაშინ აზრი არ აქვს სუნძიზე ლაპარაკს. იმიტომ რომ ეს სხვანაირად სხვა კუთხით უნდა შეხედო ამას. პირველ რიგში სამხედრო კუთხით რა თქმა უნდა, თუ ვის დაინტერესებულია რომ ომის ხელოვნებაზეა ხო ტრაქტატი. მაგრამ პოლიტიკაც არის შიგნით, ქვეყნის მართვაც არის შიგნით, მოწინააღმდეგის დაზვერვაზე და ასე ვთქვათ საკუთარი ზემოქმედება და გავლენის მოპოვებაზე და ასე შემდეგ. ძალიან მრავალმხრივი ის არის რა. დიახ, აი ერთ-ერთი არის, დიახ, ერთ-ერთი არის თქვენ მართალი ბრძანდებით, არა მხოლოდ სამხედრო არის აქ, ანუ სამხედრო ტაქტიკაა, თქვა, ნაგულისხენ, არამედ აქ საუბარი არის ახალგაზრდების ეგრეთ წოდებულ გადმობირებაზე. რაც კიდევ ერთხელ რომ დაუბრუნდეთ ამ ჩვენი ამ დღევანდელი გადმოსახე Deep State ომის პარტიას, ხო? ერთ-ერთი მექანიზმი ესეც არის. NGO-ები, არასამთავრობოები, გავლენები, ანუ საკუთარი ქვეყნის ტრადიციების შეზიზღება, საკუთარი უფროსების მიმართ ავტორიტეტის, აი ეს ყველაფერი ერთ-ერთი ტექნოლოგია, რაზეც ეხლა განსაკუთრებით აქტიურად დაიწყეს საუბარი, უბრალოდ თორე ამ ასოებზე ლაპარაკი ადრეც იყო უკაცრავად მე ქართულად ვსაუბრობ. დიახ. ასოები ჩემი იმით არის არა სამთავრობო ორგანიზაციები. თუ იმეს რამე ასოციაცია უჩნდება ამ სიტყვასთან დაკავშირებით ეს მისი პრობლემაა. მაგრამ ქართულად არის არა სამთავრობო ორგანიზაცია. ამიტომ ეს ასოები ადრეც ისე იქცეოდნენ როგორც მათი პატრონების ინტერესებიდან იყო გამომდინარე და ეხლაც ისე იქცევიან, რა თქმა უნდა, მათი ინტერესები ემთხვევა ანაზღაურების თვალსაზრისით და ასე შემდეგ მათი პატრონების ინტერესებს. და ძალიან ნაკლებად ფიქრობენ თავის სამწუხაროდ, თავის ქვეყანაზე და თავის ქვეყნის ინტერესებს. უბრალოდ შეიძლება რომ გითხრან, რომ აი მე ესეთი ქვეყნის ინტერესებს მუშაობ და ვლაპარაკო. მე მინდა რომ ჩემი ქვეყანა ესეთი იყოს, ასე განვითარდეს. და ამიტომ ვაკეთებ ამას. ამით გამიმართლებს თავს. რომ აი აგიხსნის, რომ აი ისე არის ევროპული საქართველო. და ნუ ვერაფერსაც ვერ ეტყვი, იმიტომ რომ აი ეს თავში აქვს ჩადებული, ესე არის ჩამოყალიბებული მისი აზროვნება და ასე ლაპარაკობს და შეიძლება ძალიან ბევრი გულში სხვანაირად ფიქრობს და მაგრამ ინტერესი სხვა აქვს. რა თქმა უნდა, მაგაშია საქმე, ეს ინტერესი მისი პირადი ემთხვევა უცხოელს. იქ კიდე სხვა ის იყო ამ თეზისებში, რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებით შეიძლება იპოვო კავშირი დღევანდელობასთან, იმ პერიოდსა და საერთოდ როდესაც საუბარია ხოლმე ამ აღმოსავლეთზე და დასავლეთზე და აზიაზე და იმას, ეხლა მე აღმოსავლეთსოდნე ვარ განათლებით და ცოტა უფრო ახლო აღმოსავლეთის კი არა, ახლო აღმოსავლეთის და არაბული ქვეყნების ისტორია. კერძოდ, მაგრამ ისედაც აღმოსავლეთი სულ მიტაცებდა და სულ ერთი პერიოდი, ნუ ახალგაზრდებში იყო ხოლმე ჩვენ თაობაზე მაგალითად ძალიან ინტერესდებოდნენ ხოლმე იაპონიით. ახლა მარტო დროშას რო შეხედავ, მაგითი დაინტერესდები, რომ აი რა არის, რა ქვეყანა. მე კინოებს ნახავ, მე სამურაებზე წაიკითხავ რაღაცას. მე ფილმი გამოვიდა ჩემ ბავშვობაში ჯუდოს გენია. მე ტოსი რომ მიფუნეს ნახავ იქ იმას რა ქვია და ასე შემდეგ და მე წიგნებს აიკითხავ კავაბატას და იმას და ხო და დაგაინტერესებს ის ქვეყანა და დაიწყე უდიდესი ტრადიციების მე ნუ ეხა ჩინეთზე საერთოდ საუბარი არ არის, იმიტომ რომ ეხა ჩინური ფილოსოფია და ის ჩემი აზრით, ჩემი პირადი აზრით ევროპული იმასთან ვერ მივა, ეხა ჩემი აზრი ესეთია. სიღრმით და მარტო სიძველით არა სხვათა შორის. ხო, ჯერ ერთი სიძველით რომ დავიწყოთ, რომ ჯერ თუ რაღაცა იყო და მეორე ასახვას პოვებდა, იგივე მაკიაველი ვახსენებ, ხო? ეხლა მაკიაველის თითქმის იგივე აზრები აქვს, ხო? მორალის და იმის თვალსაზრისით, რაც სუნძის, ხო? საერთოდ მიზნის მისაღწევად ყველა საშუალება გამართლებულია, ხო? გამართლებული. ხო, ამიტომ ზოგს მაგალითად უკაცრავად ის მოეწონება მსუბუქი ყოფაქცევის ქალებზე რო არის ლაპარაკი ერთ-ერთი რო გამოიტანეთ და დათანხმდება თქვა ამ მოსყიდვას 100%-ად დაეთანხმება მაგ თეზის რომ რა კარგია რომ ესე უნდა იმას ქნა მოწინააღმდეგე მხარე რომ შეუგზავნო ხო ვის რა მოწონს
ზოგ გდელი მოწოსო და ზოგ დულისწოლია, ხო? ხო და თუ ცოტა სერიოზულად დაუბრუნდებით, დღემდე რომ აუცილებლად სწავლობენ ამ სუნძის და არჩევენ და თქვათ სამხედრო ანალიტიკოსები და თქვათ ის გენერლები, ვინც ასწავლიან სამხედრო სასწავლებელში თუ გნებავთ უფრო ნაკლები ჩინის სამხედროები და იქ მიდის გარჩევა, აბა ის თქვენ როგორ ფიქრობთ, ხო დარწმუნებული ხართ, რომ ესე იქნება? თქვენ როგორ ფიქრობთ, რა კითხვას თქვენ დამისვით? როგორ შეესაბამება აი მაშინ დაწერილი სუნძის ეს ტრაქტატი ხო? თანამედროვე სიტუაციებს და როგორ შეგვიძლია საჭიროა თუ არა ამის გამოყენება? რა დონეზე შეგვიძლია თანამედროვე იმაში ან როგორ უნდა დავიცვათ თავი? მე დარწმუნებული ვარ, რომ კლაუზევიცი რო წერდა თავის ნაშრომებს და ის წაკითხული ქონდა აუცილებლად ის სუნძი. თუმცა მე იყო რაღაც ისეთი სამხედრო მეცნიერებაში მიმართულებები, სადაც კლაუზევიცი იყო წინ წამოწეული. ხო, მისი თეორიები რა წერდა და როგორ წერდა, ხო? იქ პირველი მსოფლიო ომის წინ კარგად ვიცით, რომ გერმანიაში ორი ძალა იყო სამხედრო ასე ვთქვათ, ხელმძღვანელობაში, ლიდერშიპში, ხმარა მე ხოლმე უცხო სიტყვებს, ერთი იძახდა, რომ ორ ფრონტზე ბრძოლა დაგვაქცევს, გერმანიას არანაირად არ შეუძლია და მაგის ის არ აქვს რესურსი და მეორე მიმართულება, რომელიც ამბობდა, რომ თუ სწრაფად ერთ მოწინააღმდეგეს მოუთავეთ ბოლო, რუსეთს ამბობდა, მერე გადავედით დასავლეთზე, საფრანგეთზე და თქვათ ანდანტის იმაზე, აი შეგვიძლია ესეთი რამის. ეს ძალიან კარგად აქვს სხვათა შორის გარჩეული კისინჯერს დიპლომატიაში, ეგ მომენტი. პირველი მსოფლიო ომის წინ, რომ ვითომ არავის ომი არ უნდოდა და ამასობაში ომისკენ მიდიოდა ევროპა და მთელი მსოფლიო ისე რომ თვითონაც ვერ ხვდებოდნენ რომ ომისკენ მიდიოდნენ. და რატომ მიდიოდნენ ამ ომისკენ? აი ეს რო შეადარო ახლა იმ თქვენ თეზისებს, რომელიც სუნძის იმ თეზისებს, ნუ დაინახავ ისეთ მსგავსებებს, რომ და ცოტა უფრო გვიანაც, რა თქმა უნდა. აი ახლანდელი სიტუაციები რო შეადარო, იქაც მონახავ რაღაც საერთოს აუცილებლად. რატოა ფასეული ეს სუნძი და ზოგადად ჩინური ფილოსოფია, რომ ეს დღესაც შეიძლება რაღაცა მნიშვნელოვანი მომენტები იპოვო, რომელიც უნდა გამოიყენოს ვიღაცამ, ხო? ისე ხო, იმიტომ ხო არ დაიწერა ეგ, დაიწერა იმიტომ, რომ ვიღაცამ რაღაცაში გამოიყენოს, ხო? რა თქმა უნდა. და იყენებენ კიდევ. არა მხოლოდ სამხედრო ხელოვნებაში. ამიტომ ნუ რა თქმა უნდა ეს ამას სჭირდება ერთი გადაცემაც არ ეყოფა, რომ დაждდა სუნძი თავიდან ბოლომდე გაარჩიო ასე თეზის და იმით რა ქვია იპოვო საერთო დღევანდელ რეალობასა და აი მაშინ დაწერილ შორს. კი ბატონო. ბატონო კონსტანტინე, აი ჩემი მეორე კითხვა იქნება შემდეგში და მართალი ბრძანდებით თელი 1 საათი არ გვეყოფა და საერთოდ სუნძის და კიდე ბევრი რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, ხო, რაღაცა ეს პროცესი თითქოს მართლა ისე რეალურად მაშინ აი საუკუნეების წინ დაწერილი და თქვათ გაფიქრებული, დღეს მართლა რაღაც რეალურად გვიგვდას იმ რეალ თუ ვიქნებით და თუ რეალისტურად შევაფასებთ ყველაფერს და რეალ პოლიტიკაც ამას მოიცავს მით უმეტეს, მაგრამ ეხლა ჩვენ დღეს ფაქტიურად ნუ რაღაც აი ბოლო 4 წელია მით უმეტეს უკვე ფაქტიურად აღმოჩნდი და ვდგავართ, მე ჩვენ ქვეყანას გულისხმობ ამ შემთხვევაში მთელ ამ სოფლიოში, მაგრამ ჩვენ ქვეყანას გულისხმობ უფრო ხაზგასად, იმიტომ რომ ჩვენ რეალურად თითქოს უკვე მართლა თვალნათლივ აღმოჩნდით დიდი მსოფლიო წესრიგის რაღაცა ახალი გადანაწილების. და რაღაცები ადრე თუ გვეგონა რომ თქვათ შეიძლება ვიღაცას ეთქვა ან თქვენ კოლეგას ან თქვათ ლექციაზე მოგვესმინა სადმე ან ტელევიზიით ვიღაც ანალიტიკოს მართლა ჭკვიან ხალხზე ვლაპარაკობ მე რომ რაღაცა წინასა რო ეთქვა რომ იცით ძალიან დაიძაბება სიტუაცია ცოტა სხვა წყობა იქნება შეიძლება რაღაცა გაკვირთ გეთქვა რომ მოიწერა რას ამობს კაცო ეგ როგორ მოხდება და ასე შემდეგ მაგრამ რეალურად აღმოჩნდით ახალი მსოფლიო წესრიგის წინაშე განსაკუთრებით როდესაც უკვე ჩვენ ვხედავთ იმ საშინელ რა ვიცი მარტო ტრამპმა არა თითქმის უკვე ყველა აფასებს ამას როგორც ლამის მესამე მსოფლიო ომს, ხო?
კონფლიქტი, რომელიც დაიწყო რუსეთს და უკრაინას შორის და აი როგორც გაგრძელდა და რაშიც გადაიზარდა და დღეს აი თითქოს ვართ თვალნათლივ ხედავთ აი ხდება რაღაც გადანაწილება და ამ გადანაწილების პროცესში ჩვენ ვართ. ანუ ვიყავით და ვართ, იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვიაზრებთ სათქვართ გეოგრაფიულათაც და საერთოდ რა როლი აქვს ჩვენ ქვეყანას ზოგადად. თქვენ როგორ ფიქრობთ? აი კონკრეტულად არამხოლოდ ამ შემთხვევაში დიპლომატებს, თქვენ კოლეგებს ან თქვენ გეხებათ, არამედ რა ყველაზე მთავარია ეს გასათვალისწინებელი ჩვენერ ქვეყანას, ჩვენერ პატარა ქვეყანას, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რაღაცა დიდი გამოცდილების მქონე ქვეყანას, რომელმაც შეიძლება ითქვას და განსაკუთრებით დღევანდელმა ხელისუფლებამ, მოდი თუ ასე ვიტყვით, აი ცოტა ჟარგონულად ვიტყვით, ბევრი რამ მიწინასწარმეტყველა არა, აი რაღაცა გაარტყარო კი მოხდებოდა, თქვათ, ჩვენი მიზნობრივად ჩათრევა ბევრ კონფლიქტში, მათ შორის განსაკუთრებით იმ კონფლიქტში, რომელსაც, მავანს უნდა ყოველთვის დაუნდა, რომ რუსეთთან ჩვენ კონფლიქტში ვსულიყავით, იმის მაგივრად რომ რაღაც პრობლემა მოგვეგვარებინა. აი, როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი გამოსავალი დღეს ჩვენერი ქვეყნისთვის? როგორი ტიპის დიპლომატია, ანუ უფრო ხისტი, უფრო უნდა იყოს დიპლომატია კი ლაპარაკის ხელოვნება, მაგრამ უფრო მეტი პირდაპირ საკუთარ ქვეყნის ინტერესზე საუბარი ყველა იმ ქვეყანასთან, რომელიც დღეს უკვე ამ ახალ მსოფლიო წესრიგს ალაგებს, ხო? აი რა იარაღი გვაქვს ჩვენ, რა არსენალი გვაქვს, რა იარაღის გამოყენებას ფიქრობთ თქვენ და რამ შეიძლება გაგვიყვანოს საბოლოო ჯამში მსოფლიო მშვიდობა ყველას უსურვებთ ჩვენ და მათ შორის ჩვენს ქვეყანასაც. გარდა იმისა, რომ ჩვენ კიდევ სხვა კონფლიქტები გვაქვს, აი აქეთ მხარეს, ხო? თქვენც ახსენეთ და თქვენც იცით, რომ ის მხარე, რომელსაც აი ჩვენ არამხოლოდ აქეთ ჩრდილოეთი ევროპის მხარესაც ხდება, არამედ აქეთ მხარეს ჩვენ არანაკლებ დიდი გამოწვევები დგას წლების განმავლობაში, ხო? როგორ ფიქრობთ, რა არის ჩვენი მთავარი იარაღი და რას უნდა მივყოთ ხელი ბოლომდე? საქმე რაშია, იცით, უნდა დავიწყოთ, როცა საქართველოსზე ვლაპარაკობთ, რა თქმა უნდა ეს ესეა და სულ ყველა ჭუატყოფელი, მოდი ესე ვთქვათ, ადამიანი იწყებს ჩვენი მდებარეობით. რა თქმა უნდა, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობით, რაც ღმერთმა გვარქუნა და რასაც ვერანაირად ვერ შეცვლი. ვერც გეოპოლიტიკას გეოგრაფიის გარეშე ვერ. იქ ვართ იცით? იქ ვართ, სადაც ვართ და სულ აქ ვიქნებით. თუმცა ცდილობდნენ, რომ ჩვენ როგორც ქვეყანა, როგორც სახელმწიფო არაერთხელ ისტორიის მანძილზე რომ არ ყოფილიყავით, გამختارიყავით რომელიღაც დიდი იმპერიის ან დიდი ერთობის ნაწილი, ხო? ეს პატარა ქვეყანა სულ აქ ვიყავით. და სულ გვიხდებოდა ბრძოლა ჩვენი გადარჩენისთვის. ჩვენი ეს ადგილი ყოველთვის იყო მსოფლიოს წამყვანი ძალების დაპირისპირების ადგილი. ზუსტად ევროპის და აზიის საზღვარზე. თუ გნებავთ, როგორც ამბობენ გზაგასაყარს, აღმოსავლეთ, დასავლეთ, ჩრდილოეთი, სამხრეთის, აი აქ ვიყავით. გარშემორტყმული ან გლობალური ცოტა შორს თუ ავიღებთ ძალებით ან რეგიონული დიდი ძალებით, რომელიც ჩვენზე დიდი ყოველთვის იყო. მაშინაც კი, როცა საქართველოს იყო ყველაზე ძლიერი და ძლევამოსილი, ასე ვთქვათ, ხო? როცა იმასაც ამბობენ ხოლმე, რომ დაპყრობითი ომებიც კი უწარმოებიათ, ესეთი რამეებიც წაგვიკითხავს, ხო? და რუქას რო შევხედავდით, აი ყველაზე ის რო შეადარო ახლა, აი რო აიღო ჩვენი ის ძლევამოსილი საქართველოს პერიოდის რუგა და გაშალო ოქროს ხანის და მოდი ოქროს ხანის და გაშალო და გარშემო შეხედა ზევიდან ამხელავართ დრონით გადავიღოთ. ნუ რა თქმა უნდა, ეხა იმასთან შედარებით, დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით, როგორც ვიყავით, ერთი წერტილი ზღვაში წვეთი შეიძლება ისე ვართ ეხლაც, ხო? მაგრამ ვართ შევძელით ის, რომ გადავრჩით როგორც სახელმწიფო. სხვადასხვა ამასწინათ აი გუშინ წინ ნახეს Facebook-ში სახელმწიფოები, რომელიც ისტორიულად არა, რომელიც შენარჩუნდნენ. და ესე იწყებოდა ჯერ ეგვიპტეა იქ ნაჩვენები, მერე არის ნაჩვენები ჩინეთი, მერე არის ავღანეთი და მერე ვართ ჩვენ. მეოთხე საქართველო. კი. და ასევე არის სახელმწიფო, რომლებიც დიდი ერები იყვნენ, მაგრამ გადაშენდნენ. დიდი ცივილიზაციები, მაგრამ აღარ არის. ხო, და მერე არის ჩვენს მერე არის საბერძნეთი და ისინი და იქ ატყდა ერთი ამბავი ამ Facebook-ზე, რომ იქიდან შემოვარდნენ ბერძნები ისინი ესენი, რომ არა, ჩვენ უფრო ძველი ვიყავით და საერთოდ საქართველო ვინ არის და ასე შემდეგ. მაგრამ
ნუ ფაქტია რომ ვართ გადავრჩით შევინარჩუნეთ ყველაფერი ხა რამდენჯერ უნდა გამიმეოროთ ეს რომ შევინარჩუნეთ პირველ რიგში ჩვენი ქრისტიანობა ჩვენი რწმენა მერე შევინარჩუნეთ ჩვენი ენა ბატონო ჩვენი თვითყოფადობა ჩვენი ადათები ტრადიციები მეორე საკითხია ევრაზიის ევროპის და აზიის საზღვარზე მდებარე საქართველო ეს მithქვამს და უნდა გავიმეორო აუცილებლად ჩემი აზრით რომ სუფთა ევროპა არასოდეს არ ყოფილა და ვერასოდეს ვერ იქნება იმიტომ რომ ჩვენ ვითვისებდით როგორც ევროპულს ისე აზიურს მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში და რა თქმა უნდა უდიდესი წვლილი ქრისტიანობას მიუძღვის და ჩვენ რელიგიას რამაც შეგვანარჩუნებია ჩვენი თავი იქ ბევრი ცივილიზაციური ნიშნები გვაქვს აზიური და აღმოსავლური შეიძლება უფრო მეტი ვიდრე ევროპული კი ბატონო ნამდვილად ამიტომ თუ ისტორიულად გადავხედავთ რომ ჩვენ მუდმივად ვართ და ვიქნებით სოფლიოს წამყვანი ძალის ცენტრების დაპირისპირების არეალი მე ისიც მithქვამს რომ რამდენიმე კონცეფციაში უსაფრთხოების კონცეფციაში მაქვს მიღებული შექმნაში მონაწილეობა და უმეტესობაში კი არა თითქმის ყველაში ესეთი აზრი გქონდა ჩადებული რომ საქართველოს გადაიქცეს დაპირისპირების არეალიდან სოფლიოს წამყვანი ძალების გნებავთ გლობალური და გნებავთ ცოტა უფრო რეგიონული მაგრამ ჩვენზე გაცილებით დიდი ძალების დაპირისპირების არეალიდან თანამშრომლობის ადგილად არეალად ამ ძალების კი ბატონო მოლაპარაკების თანამშრომლობის და ხო აი ახლა მაგალითად ახალი რო იქნება ოპოზიციური ძალა პარტია შეიქმნა უკვე ნეიტრალური საქართველოს იმათ პირდაპირ აი ეს ნეიტრალიტეტი ისინი ფიქრობენ რომ აი ეს არის ამის საფუძველი რომ საქართველოს იყოს პირიქით ის კი არა რომ ჩვენ გამოვაცხადოთ ჩვენით არამედ სხვა ქვეყნებს აუხსნათ და იმათ მიიღონ რომ ნეიტრალური საქართველოს უფრო სასარგებლოა თანამშრომლობისთვის და აი ამ გინდათ მხოლოდ დერეფანი არა საერთოდ თანამშრომლობის უფრო მიმზიდველი გახდეს მათთვის ვიდრე კი ბატონო ვიდრე არის სხვა აზრი აქვს რომ აი თავარია რომ ყოველთვის იყო და ეხლაც არის ის რომ ჩვენნაირ პატარა ქვეყანას იმისთვის რომ განვითარდეს მშვიდობიანად განვითარდეს და წარმატებით ჭირდება უსაფრთხოება და აი რა უზრუნველყოფს ჩვენ უსაფრთხოებას ჩვენ რომ ჩვენით უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფთ ეს ფაქტია ნუ სამწუხაროდ ასე ვერ გვექნება ჩვენ ვერც ისეთი არმია ვერც ისეთი შეერაღება და ვერც ისეთი ის რომ ჩვენით თეორიულად ხო საფრთხე კი ბატონო ეხლა უსაფრთხოებაზე თავდაცვითი ზომები რო უსაფრთხოებაზე რო საუბრობთ პირველ რიგში უნდა განსაზღვრო საფრთხე საიდან მოდის ხო თავის ყველა შემადგენელით დაწყებული სამხედრო საფრთხიდან და მერე არის ეკონომიკური უსაფრთხოება მერე არის ეკოლოგიური უსაფრთხოება მერე არის ინფორმაციული უსაფრთხოება ტერორიზმი ცალკე საფრთხეა კიბერსაფრთხეები ბოლოს გამოჩნდა ბოლო პერიოდში ენერგეტიკული უსაფრთხოება და ზოგ შეყავს ეკონომიკურში ზოგ მნიშვნელობიდან ცალკე გამოყავს აი ამ ყველაფრიდან როგორ შეგიძლია რომ თავი დაიცვა რითი სამხედრო ძალით ვერა თუ ვინმე გადაწყვიტა რომ აი ეს შენი უსაფრთხოება დაარღვიოს და თან ყველა შემადგენელი ნაწილი თუ არა გაქვს ეს უსაფრთხოება ის სრულყოფილი არ არის ყველა შემადგენელი ნაწილი თუ უსაფრთხოდ უნდა იყო უნდა კონდეს უსაფრთხოების ქოლგა რასაც ძალიან ბევრს იმეორებენ და სამართლიანათაც იყო ესეთი შეხედულება რომ ჩვენი უსაფრთხოების ქოლგის მომცემი არის ერთადერთი ნატო რომელმაც შეიძლება მოგცეს ეს უსაფრთხოება სხვადასხვა ევროკავშირი და ევროგაერთიანება ვერასოდეს ვერ იქნებოდა ჩვენი ქოლგა უსაფრთხოების თვალსაზრისით ის კი არა შეხედეთ ახლა საკუთარი უსაფრთხოება ვერ უზრუნველყვია კი ბატონო ხო და ახლა დაიწყეს ფიქრი არ იყო ესეთი თავდაცვითი და ესეთი სამხედრო რო შენ დაეცვი ხო სულ ვამბობთ ხო ჩვენი ძირითადი საფრთხე რა არის ეხლაც ქვეყანა რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები ხო რუსეთს აქვს ხო ოკუპირებული მას ხო არ აქვს ირანს და თურქი ეხლა რეალურად და საიდან თუ რაღაცა პერიოდი უნდა იყო ხო გლობალურ პოლიტიკაში
იღებენ ხოლმე და სრულიად სამართლიანად ცივი ომის ეგრეთ წოდებული თითქოს და დამთავრების და საბჭოთა კავშირის დაშლის და ცივი ომის დამთავრების პერიოდს, ხო? აი რეალურად მაშინ შეიცვალა მსოფლიო ბევრჯერ შეიცვალა ძირითადად მსოფლიო ომების მერე და ყოველთვის იქმნებოდა ყოველთვის ცდილობდნენ შეექმნათ რაღაცა საერთაშორისო ასე თქვათ ორგანიზაცია ან საერთაშორისო რომელიც უზრუნველყოფდა მშვიდობას და წესრიგზე დამყარებულ კანონებზე წესებზე დამყარებულ მსოფლიო წესრიგს და არ გამოვიდა ეს პირველი მსოფლიო ომის მერე ერთა ლიგა შექმნეს ვითომ იქ მოილაპარაკეს რაღაცა აქეთ იქით რამდენ ხანში დაიწყო მეორე მსოფლიო მეორე მსოფლიო ომის მერე შექმნეს გაერო მოილაპარაკეს იქ ვითომ მექანიზმი აქეთ იქით ყველაფერი მუშაობს რამდენი რეზოლუცია მარტო აფხაზეთსა და იმაზე მიღებული სხვა კონფლიქტები და ის რა თქვა რომელი მუშაობს და ეხლა ამ კონფლიქტმა რა ბოლო უსაფრთხოების კონცეფციაში ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების კონცეფციაში პირდაპირ ჩაწერეს რომ არანაირი საერთაშორისო ორგანიზაციები ძირითადად სუბიექტი საერთაშორისო ურთიერთობის არის ერის სახელმწიფო nation state და მისი ინტერესები ამ სახელმწიფოს ინტერესები ეგ მაგას ადრე განარიცოდნენ უბრალოდ იქით იყო შეტრიალებული ამ გლობალისტების და ლიბერალ გლობალისტების მეცადინეობით ტვინები რომ აი ის საერთაშორისო ორგანიზაციები მსოფლიო მთავრობა რომელიც ძირითადად შემადგენელი ნაწილი აი ეს ასოები უნდა ყოფილიყვნენ აი ისინი უზრუნველყოფენ მშვიდობას და კარგად ყოფნას იმაში რა ქვია მსოფლიოში ფუკუიამოსთვის რო გეკითხა ეგრე იყო ხო ეხლა საერთოდ აღარა ჩანს ჩამი ჩუმი არის მის ჩვენი ორდენოსანი ფუკუიამ ქართულ ორდენოსანი ხო იმიტომ რომ ნუ ისეთი რამე დაწერა რომ ძალიან ჩქარა აღმოჩნდა რომ აბსოლუტური სისულელე დაწერა უკაცრავად ფუკუიამასთან ეხლა დაიწერა ეს რომ დაუბრუნდნენ იმას ერის სახელმწიფო და მისი ინტერესები მაგრამ ეს ერის სახელმწიფოებიც არსებობს დიდი ძლიერი ზესახელმწიფოები რომელიც აიხა ამბობენ მულტიპოლარულ სამყაროში სამი ძალა მაინც და შეერთებული შტატები ჩინეთი რუსეთი რამდენიც არ უნდა ეცადონეს რუსეთი დააკნინონ რეგიონულ ძალამდე არ გამოდის ეგ ამბავი მთელი ისტორიის მანძილზე ცდილობდნენ ჯერ რუსეთის მერე საბჭოთა კავშირის და მერე ეხლა კი ისევ რუსეთის დაკნინებას რომ არა ეს დაიშლება მალე დაიშლება განადგურდება აღარ იქნება არ არის ხო ეს რეალური გამოჩნდა რომ არ არის რეალური და ყოველთვის ხო უნდა გამოხვიდე იმ რეალობიდან ხო და დაუბრუნდეთ მაშინ აი იმ კითხვას რაც თქვა აი რეალობიდან გამომდინარე რა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ თქვით რომ ძალით ჩვენ თავს ვერ დავეცოთ სამხედრო ძალით ეგ შეუძლებელია ის კი არა მეზობლებისგანაც ვერ დავიცავთ მეზობლებსაც ჩვენზე ძლიერი სამხედრო ძალა ყავს ყველა საოცრებაა ჩვენ ზღვაც გვაქვს ფლოტი ყავს და აღარ ყავს აგერ სასამხედროა აქვს ჩვენზე ძლიერი ხო და აი მაგაშია საქმე ამიტომ რა და აქ უნდა გავიხსენოთ ძალიან ბევრი ჭკვიანი ადამიანის და ერთი ორის განსაკუთრებით ნათქვამი რომ პოლიტიკა და მისი ინსტრუმენტი ამ პოლიტიკის გატარების დიპლომატია შესაძლებლის ხელოვნება, შესაძლებლის მიღწევის. არის რაღაცეები, რასაც იმითაც ვერ მიაღწევ. მოლაპარაკებითაც და იმითაც. იქ ისევ და ისევ ზესახელმწიფოების ძალის პრიმატია. ისინი უფრო ძლიერები არიან და თამაშის წესებს საერთაშორისო პოლიტიკაში როგორც წერდნენ ეს ზესახელმწიფოები, ისე წერენ ეხლას და ისე დაწერენ ხილულ მომავალშიც, როგორც ამბობენ ხოლმე. ამიტომ აი ამის გათვალისწინებით, თუ შენ ერთი უნდა ამოირჩიო და იმისგან გარანტია გაქვს, რომ მე რაც შენ წყალით იყავი, მე დაგიცავ შენ საფრთხე რომ დაგემუქრება, მაგალითად რუსეთისგან, ხო? აი ხო აქ წაღებული კიდე თუ მოინდომებს, მე იქ პამპერსებს გამოგიგზავნი, წყალს გამოგიგზავნი. ხო და დაგიცავ. ანუ ფუჭი ილუზიები და მოლოდინები. ნუ რა თქმა უნდა. პირველ რიგში ეგ არის რომ არ უნდა კონდეს ეს ფუჭი მოლოდინები და ილუზიები. არ უნდა კონდეს, არ შეიძლება. ამით ცხოვრება რეალობიდან გამომდინარე უნდა ამაზე თუ შევთანხმდით
რეალობიდან გამომდინარე. აი მე დგება საკითხი, რომ აი რეალობიდან გამომდინარე რა არის ჩვენი უსაფრთხოების რა შეიძლება იყოს ჩვენი უსაფრთხოების გარანტი. უკვე ვახსენე, აი ნეიტრალები ამბობენ, რომ ნეიტრალიტეტი შეიძლება იყოს. კი ბატონო, ეს ერთ-ერთი კი ბატონო. მაგალითად ერთ-ერთი. ნამდვილად შეიძლება ერთ-ერთი იყოს, იმიტომ რომ იცით რა, კი არა საქმე რაშია, რომ ეს რუსეთი ამ ყოფილ საბჭოთა კავშირზე ძალიან არ გვინდა რომ ესე გვეძახდნენ, მაგრამ ნუ იმდენად ცოტა დრო არის ისტორიული თვალსაზრისით გასული საბჭოთა კავშირის დაშლის მერე, რომ ისევ და ისევ სოფლიოში ძალიან ბევრ ქვეყანაში და გვეძახიან ყოფილ საერთაშორისო ორგანიზაციებს სხვა შორის. კი ბატონო, former Soviet Union, კი გვეძახიან ბატონო. ყოფილ საბჭოებს. ის კი არა უკანა ეზოსაც გვეძახიან, ეგეც ბევრჯერ მithქვამს. კლინტონმა დაგვარქვა პირველად Backyard of Russia, ჩვენ საქართველოს. ბატონმა კლინტონმა, რომელმაც ვითომ ის რა ქვია, მერე მისი მეუღლე იყო, მერე და ასე შემდეგ. დემოკრატიის მამები, ასე ვთქვა. და აღარ დაუბრუნდები. და თუ ეს ვართ, მაშინ იქიდან გამომდინარე უნდა ვილაპარაკოთ. ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ სუვერენული, დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, არავის არაფერს არ ვემუქრებით, სხვისი არაფერი არ გვინდა. იმ პერიოდიდან, აი დაიშალა საბჭოთა კავშირი და რაც იყო, აი იმ ტერიტორიას გვინდა რომ აღიარებულია სხვა შორის გაეროდან დაწყებული ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიდე რომ აი ეს ტერიტორია ჩვენი. ჩვენ მთავარი ამოცანა არის დავიბრუნოთ. მაგ ფარგლებში თავარი ამოცანა დავიბრუნოთ ოკუპირებული ტერიტორიები და ამის მერე აღარ დაუშვათ კიდე ახალი ტერიტორიების ოკუპაცია. ვინ შეიძლება დაგვეხმაროს ამაში? გამოდის რომ ეს ნატო არც უფიქრია საერთოდ ამის შესახებ. ჩვენ კი არა, ნუ აი უცბად უკრაინას თავი დაანოთ საქართველოსზე რო თქვა. აი მაშინ როცა ღია კარზე საუბრობდნენ უკრაინისთვის და ჩვენთვის, ხო? კი ბატონო. როდესაც გავხდებით ნატოს წევრები და მაშინ ვითომ ფიქრობდნენ იმაზე, რომ ჩვენი უსაფრთხოება დაეცვათ. ნუ წაიკითხეთ თუნდაც მერკელის ისენი რა ქვია, ხელკავით რომ დაბრძანდებოდა ბატონ პუტინთან ერთად და ისო დიდ ვარდებს ჩუქნიდა ხოლმე ყველა შეხვედრას. რამდენიც არ უნდა იძახო ხა შენო კალბატონი მერკელი აღმოსავლეთ გერმანიაში ეგრეთ წოდებული GDR-ში კომკავშირის დივანი პიონერების ის იყო ხელმძღვანელი და თბილისის სხვა შორის ნამყოფი მაგ პერიოდში დაკავებულიც იყო მილიციაში იცის ახლა საზოგადოება ეგ ისტორია ცოტა მეტი მოვიდა ქართულოვინო ხო და აი რეებს რასწერს მაშინ წერდა რომ არ შეიძლება არის ქვეყნები საფრანგეთი იგივე რომ სანამ მიიღებს გადაწყვეტილებას რომ ხელი აუწიოს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მანამდე კრემლს დარეკავს აუცილებლად ფრანგებიც გერმანელებიც თქვენ წარმოიდგინეთ ინგლისელებიც არა მხოლოდ სტარმერი და ეს ეხლანდელი არამედ ძველებიც იმიტომ რომ ის ზესახელმწიფოა მაგათთვის და თუ ფიქრობენ რომ აი ამის გულისთვის რო ყოფილი საბჭოეთის ქვეყანა გახდეს ნატოს წევრი, რაზეც კრემლი იძახის, რომ ეს წითელი ხაზია ჩემთვის და არანაირად არ დაუშვებ. მერე გამოდის მიუნხენში პირდაპირ გეუბნება ამას 2007 წელს. გამოდის ვალდაის ამაზე რა ქვია შეკრებაზე პირდაპირ გეუბნება მაგას. მერე ან ისე განცხადებებში პირდაპირ გეუბნება კოსოვოს იმის რა ქვია ბოსნია-ჰერცეგოვინა. ომის დროს იუგოსლავიის ომის დროს პირდაპირ გეუბნება ამას, რომ თუ თქვენ ამას გააკეთებ და შექმნით სახელმწიფოს, მე აფხაზეთს და ოსეთს ასევე გამოვაცხადებ დამოუკიდება. არ გვითხრა მაშინ. და თან დიდი მაგალითი უკრაინის არ გვაქვს თვალწინ, რის გამო ხდება ეს? ამიტომ შევთანხმდეთ ამაზე, რომ მხოლოდ რეალობიდან გამომდინარე. აი აქ ამის მერე გადავდივართ მეორე იმაზე. აი ამ რეალობიდან გამომდინარე რა ინსტრუმენტები გვაქვს იმისთვის, რომ ჩვენი უსაფრთხოება უზრუნველყოთ, ხო? ჯერთი უნდა დავაჯეროთ ჩვენს გარშემო ქვეყნებს და ზესახელმწიფოებს, რომ საქართველოს უნდა რომ ეს ჩვენი რეგიონი, ჩვენი ქვეყანა გადაიქცეს თანამშრომლობის ადგილად, ჩვენ პრეტენზიები ესეთი არ აგვაქვს, პატარა ქვეყანა ვარ და გვინდა რომ წყარად ჩვიდობიანად და შევასრულოთ ჩვენი როლი პირველ რიგში რეგიონში. მერე როგორც დამაკავშირებელი როლი კი ბატონო როგორც ხაბი რაზეც უკვე ძალიან საკმაო ხანია და ბევრს ლაპარაკობ და ვადასტურებთ კიდევაც ჩვენი პოლიტიკით
და რომ მომავალში კიდე რას ვაპირებთ ყველასთან დაალაგებულ პრაგმატულ ურთიერთობებს ეს არის მარტო ჩვენი ეგრეთ წოდებული იარაღი და მიმზიდველი რო იყო ყოველთვის. და მეტი არა გვაქვს ჩვენ არაფერი საშუალება სხვა გარდა ამის გარდა აწონდაწონილი პრაგმატული მრავალ ვექტორული ყველასთან დაალაგებული პოლიტიკის შეიძლება ამან ყოველთვის შედეგი არც მოიტანოს თუ გადავხედავთ ისტორიას მაგრამ რომ არ ცადო იმიტომ რომ შეიძლება უცბად ჩვენ გვერდით დაიწყოს რაღაცა ისეთი კონფლიქტი ერთმა დაგვიფაროს მაგრამ ისტორიულად მიჩვეული ვართ ამას აი ჩვენ გვერდით დაიწყოს ისეთი რომელიც გაფართოების ხიფათი აუცილებლად იყოს ჩვენზე გადმოსული არეალი ჩვენზე გადმოიწყოს და ნუ თუ ისეთი კიდე ერთხელ ღმერთმა დაგვიფაროს და ისეთი კონფლიქტი რა უკრაინის არ იყო ხიფათი ჩვენზე გადმოსulis როგორ არის ხიფათი კი არა პირდაპირ ლამის კი ბატონო ჩავითრიეს კი ბატონო რომ არა მაშინდელი ხელისუფლების და ზოგადად აი ეხლანდელი ხელისუფლების არა მაშინდელ მეგულისხოთ იგივე მაშინდელ პრემიერ-მინისტრს და რაც ხდებოდა იგივე თქვა ირაკლი ღარიბაშვილთან ამათავზე დღეს რაც ხდება ქართველები ბრძენი ხალხი ვართ და ანდაზებით ძალიან კარგი გვაქვს კი ბატონო ურემი რო გადაბრუნდება გზამერე გამოჩნდება ხო რამდენი რამე გამოჩნდა იმის მერე რაც აი სულ ცოტა ხნის წინ ვითომ არ ჩანდა აქ რაღაც მუშტებს რო იქნებდნენ რომ თუ საჭიროა უნდა ვიომოთ კიდეც და ის ომი ჩვენი ომია ხო და ასე შემდეგ სად უნდა იომო ვის უნდა იომო რა რესურსით უნდა იომო რამდენი ხანი უნდა იომო რა უნდა შეაწყვიტო ამ ომს დაწყებული გენოფონდიდან რა ვიცი დამთავრებული ყველაფრით ნუ ეს ხო გამორიცხულია თუ თავში ოდნავ მაინც აზროვნების უნარი გაქვს თუ არა და სხვა მარტო ეს არის რაზეც ვსაუბრობთ ახლა რაღაცა გამოვა რაღაცა არ გამოვა იმიტომ რომ იქ ვიღაცას თავის ინტერესები აქვს ვიღაც კი არა ყველას მაგას როგორც იქნა მე მგონი იმდენჯერ ვიმეორებთ ყველა გადაცემაში და ყველა არხზე რომ ყველა სახელმწიფოს თავის ინტერესი აქვს დიდია თუ პატარაა და ყველა ცდილობს პირველ რიგში საკუთარი ინტერესის მიხედვით იმოქმედოს რომ მე მგონი ვისწავლეთ სულ ყველამ ხო არის ხალხი რომელსაც ვიცოდი ეს უკაცრავად. კი ბატონო. ნუ დიპლომატიის პირველი მაგრამ არის ხალხი რომელიც ეხლა ახალგაზრდები რომელიც ეხლა უნდა მიხვდნენ ამას. რო არა სხვანაირად არ გამოვა არაფერი. მუშტებზე ვერ ვიყურებით ფაქტია. დღევანდელ პოლიტიკაში. ხო და არ გამოვა სხვანაირად არაფერი ეს თუ არ გაითვალისწინე ქვეყნის მომავალი ბუნდოვანი კი არა შეიძლება საერთოდ არ იყოს. დიახ. აი ბატონო კონსტანტინე არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტია. აი თქვენ ახსენეთ კიდევაც რომ ზოგადად ნუ რა თქმა უნდა ნუ ეს დიპლომატების და ზოგადად ნუ ყველა თავის ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარეც არ საუბრობს იქცევა და ნუ ის მიზნები და ამოცანები რაც თქვენ გადასაჭრელი გვაქვს. მაგრამ აი თუნდაც თქვენ ახსენეთ ნატოს რა მოვიდა ზოგადად ეხა ნატოზე თავად ტრამპი როგორც ლაპარაკობს და ეს უკვე ჩვენ შევხედეთ და ვხედავთ რომ ეს არაეფექტური ყოფილა რაშიც შევყავდით მაპატიეთ რავი როგორც აი სავსერო ავტობუსი მაგრამ აი მაინც რომ არ იყოს ხან მაპი დაარქვეს ხან მაპზე უკეთეს და ასე შემდეგ მაგრამ კიდევ ერთი ყველაზე მთავარი მომენტი მოხდა აი ამ კონფლიქტმა დღეს რაც ხდება უკვე თელ სოფლიოში ხო ანუ რუსეთ უკრაინას გულისხმობ აი ამ ომმა რაზეც ახლა როგორ ხვდებით ხო როგორი სახელმწიფოები ცდილობენ და ნუ მარტო ტრამპზე აქ არ არის საუბარი უკვე იმიტომ რომ აქ ფაქტიურად ანუ მშვიდობაზე ამ ომმა აი რაღაცა სოფლიოს საერთაშორისო სამართალი თუ არსებობდა რაღაცა აი რაღაც კანონი თუ არსებობდა აი საერთოდ ფაქტიურად გააქვს რომ აღარ არსებობს და ჩვენ მაინც დღეს გვეუბნებიან და აი სამწუხაროდ აქაურ იმ ასოებს თქვენ როსაც ეძახით ხო ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს გრამატიკულად და სუფთა ქართულად მართლა ასე ქვია ხო დღემდე უტენიან ან უკვე იტენიან თავში რომ როგორ არა კაცო ეს ასეა და ეს ჩვენი ომი ასე შემდეგ მე ჩვენ აღმოჩნდით კიდე ერთი რამის წინაშე რომ აი ამ კონფლიქტმა გარდა იმისა რომ საერთაშორისო სამართალიც აღარ არსებობს ხო ფაქტიურად ჩვენ ვხედავთ რომ დღეს დიპლომატები რომლებიც უნდა საუბრობდნენ მშვიდობაზე მოლაპარაკებებზე და არ ვიცი ყველაფერი ჰუმანურზე და საერთაშორისო რა ვიცი ისეთ აქტებზე რომ მათი ტერმინოლოგია რო უნდა იყოს მიმართული მშვიდობისკენ უცებ ვხედავთ რომ დიპლომატებმა
შეცვალეს ეს რიტორიკა და ლაპარაკობენ თავდასხმებზე, იარაღის მიცემაზე, კიდევ უფრო მეტი იარაღის დამატებაზე და სამხედროები, ყოფილი სამხედრო, გენერალიტეტი, კონგრესმენები, არ ვიცი, აი სამხედრო ანალიტიკოსები საუბრობენ პირიქით, რომ უნდა იყოს მშვიდობა და არ შეიძლება ამ ომის გაგრძელება, არ შეიძლება მიაწოდო იარაღი, არ შეიძლება რომ კიდე ესკალაცია მოხდეს. ესეც ჩვენს თვალწინ მოხდა, ბატონო კონსტანტინე. და თქვენს და ჩვენს ამის რეალური მაგალითები გვაქვს და გავხდით, ხო რომ რიტორიკა შეცვალეს, პროფესიები შეცვალეს. კაცი, რომელიც პირველი ვალდებულება, მისი მოვალეობა რომ ისაუბროს მშვიდობაზე და დააფუძნოს, წარმართოს ლაპარაკის ხელოვნება, თუნდაც იმ კუთხით რომ მშვიდობა იყოს და დაიცვას თავისი ქვეყანა მეზობელთან ყველასთან ურთიერთობა ქონდეს. დღეს მოუწოდებენ დიპლომატები თავდასხმებისკენ, შეიარაღებისკენ და სამხედროები ამბობენ რომ ფრთხილად იყავით. ეს საშიშია. არა, ნუ მანდ ერთი რაღაცაა თუ იმ გლობალურ ცვლილებებს დაუბრუნდებით, რაც მოხდა, რაც ხდება, ჯერ კიდევ მიმდინარეობს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების მერე, მანდ ერთი რამეა, არავის არ სურს რუსეთთან პირდაპირ სამხედრო კონფლიქტი, ანუ რუსეთთან ომი. კი ბატონო. ეხლა იქ რაც არ უნდა იფიქრონ, ყველგან ჩანს, რომ არავის არ სურს. არავის არ. ერთი ჯარისკაცის გაგზავნაც არ უნდა თავად. პროქსი ომი ყველას უნდა. სხვისი ხელით, რომ ეომოს და შეაჩეროს რუსეთი. სხვისი ხელით. და იქ რაღაც და სულ თავიდან იმათმა არ იცოდნენ, რომ რუსეთი მუდმივად ამბობდა, რომ ყოფილი საბჭოეთი არის უნდა იყოს ჩემი გავლენის სფერო. იმიტომ რომ ყოფილი საბჭოეთში განლაგებული თქვენი იარაღი ან ყოფილი საბჭოეთის ქვეყნები გაერთიანებული ისეთ ორგანიზაციაში, სამხედრო ორგანიზაციაში, როგორიც არის ნატო მაგალითად, ეს ჩემთვის არის ეგზისტენციალური საფრთხე. მე ამას ესე ვთვლი. ყველა ეხლანდელ იმაში კი არა, ბოლოში ყველა რუსეთის დოქტრინაში ეგრეა. რომ კრემლიდან რაც შეიძლება, მოსკოვიდან რაც შეიძლება შორს უნდა იყოს არათუ საზღვრები. არამედ ბუფერული სახელმწიფოები უნდა იყოს, რომ მტერი ვერ მიწუდეს, ასე ვთქვათ, თავდასხმის დროს. იმას თავის ინტერესებია. რა თქმა უნდა, ის თავის ქვეყანას იცავს, თავის ხალხს იცავს. თulis ამ სახელმწიფოებს, რომელიც მის გარშემო არიან, ის უნდა იყოს მისი უპირატესი გავლენის სფერო, მოდი ესე ვთქვათ. იმიტომ რომ ეხლა ხედავენ უკვე ისე რომ ის ნაწილი იყოს და აღადგინოს საბჭოთა კავშირი და რამე ეს არ გამოვა. ეს კარგად იციან ნამდვილად. მე ამაში დარწმუნებული ვარ. ვინც იმას ფიქრობს, რომ პუტინს უნდა რომ აღადგინოს საბჭოთა კავშირი, მე მგონია რომ ეს ასე არ არის. ძალიან ცდება. არა, ეს გამორიცხულიც არის. ის რომ გავლენის უპირატესი გავლენის სფერო იყოს, ეს უნდა და ეხლაც უნდა და მუდმივად და რა, დიდ ბრიტანეთს არ უნდა დღემდე რომ იგივე დაიბრუნოს, რასაც აკეთებდა ყველა ქვეყანას უნდა. თავის გარშემო იყოს უსაფრთხო არეალი, ასე ვთქვათ ის. სანამ ისევ უბრუნდებიან სხვადასხვის, არის ხოლმე ისტორიაში პერიოდები, როცა უბრუნდებიან ხოლმე გეოპოლიტიკის საფუძვლებს, საზღვაო და სახმელეთო ძალების დაპირისპირებას და აი რომ სახმელეთო ძალების პრიმატია თუ კი ბატონო, დიახ. ხო და ეს ცნობილი ეს თავის ჰარტლენდებით, რიმლენდებით, თავის მაკინდერის რუკებით და ასე შემდეგ, რაღაცა პერიოდის დროს, როცა გართულდება სიტუაცია, იმას დაუბრუნდებიან ხოლმე და იწყებენ ხოლმე, რომ აბა სად არის საზღვარი. იმიტომ რომ ეფექტურია. სახმელეთო და საზღვაო ძალებს შორის და აი მათი უპირატესობა სად უნდა რომელ კალზე უნდა ასე ვთქვათ იქ თავის დროზე ბჟეზინსკი წერდა ამას, კისინჯერი წერდა სულ ყველა ისინი. მერე ატლანტისტები სხვანაირად და ასე შემდეგ ეხა ჩაუბრმავდეთ, მაშინ მთელი ეს დიპლომატიური და პოლიტიკის ისტორია უნდა გავაანალიზოთ, მაგრამ რეალურად როცა მოდიხარ და როცა რეალურად აანალიზებ, რომ ევრაზია პრაქტიკულად არის რუსეთი, ევრაზიის უდიდესი ნაწილი არის, ანუ სახმელეთო ძალა, ძირითადი როგორც იყო, აი როგორც ჩვენ ვლაპარაკობთ, ჩვენ მუდმივად აქ ვიყავით და ჩვენ კი ბატონო, დიახ. აი ეს რუსეთი იყო ყოველთვის ყველაზე დიდი, რა თქმა უნდა იმ პერიოდიდან, როცა რუსეთის იმპერია შეიქმნა, ყოველთვის ის გახდა წამყვანი ევრაზიული ძალა. და მასთან დაპირისპირება თუ შეეძლო ვინმეს ხმელეთზე, ეს იყო ჩინეთი, იქით ამ მხრიდან და საზღვაო ძალა ამერიკის შეერთებული შტატები. ნუ დიდ ბრიტანეთი. დაიწყო და ხო, ჯერ ბრიტანეთი, მერე ჩაანაცვლა შტატი. და დაიწყო და ეხლა დაუბრუნდნენ ისევ ამას. რომ ისევ სამნი არიან თურმე.
ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი და რუსეთი. მოკლედ, მაშინ როცა ის დაინგრევა და ერთმა სხვათა შორის სტუდენტმა მითხრა, რომ დაინგრევა რუსეთი მეუნე. მეუთხარი, აბა მოდი რუკას შევხედოთ მეუთხარი, რუკა გვეკიდა. მეუთხარი, აი თქვათ რუსეთი დაინგრა, დაიწყო ნგრევა. როგორ გონია საით დაინგრევა მეუთხარი? საით ჩამოინგრევა? უყურებს ამ რუკას, ის სხვათა შორის რელიეფური რუკაც იყო. ვიზუალურად წარმოიდგინე რეალ. ნუ ალბათ სამხრეთითო. მე სამხრეთით რო ჩამოინგრევა, ვის დაეცემა თავზე მეუთხარი ეს ნანგრევები. ამ ნანგრეული რუსეთის. შენ დაგეცემა, ხო? ჩრდილოეთით ხო არ დაინგრევა? ბატონო. ქვევით ჩამოინგრევა. ბატონო. ხო და არც აღმოსავლეთით. ესეც აი მოლოდინი რა, რაღაცა მოლოდინები, რომელსაც იჩენენ. ხო და ებიცო თუ ამ რეალობიდან გამომდინარე შევხედავთ და ამის აქედან გავაანალიზებთ, არც ის რთული უნდა იყოს იმ დასკვნამდე მისვლა, თუ რა შესაძლებლობა აქვს პატარა საქართველოს ეკონომიკურად რა დონეზეც არ უნდა განვითარდეს. ბატონო. და ნუ სამხედროზე უკვე ვისაუბრეთ, არ არის იმის შანსი, რომ ჩვენ სამხედროზე იმ დონეზე განვითარდეთ, რომ ჩვენი უზრუნველყოთ ჩვენი უსაფრთხოება. შეუძლებელია ეს. არ მოხდება ეს. სხვა მეთოდებით უნდა დავიცვათ თავი. და ყოველთვის ესე იყო სხვათა შორის. იყო რაღაცა, რა თქმა უნდა, ომებით ისტორიაშია შესული ჩვენი თავდადება და ის და ძალიან ბევრმა და ყველა მიცის ის, მაგრამ ის იყო რაღაცა პერიოდი, მე როგორც წესი სამწუხაროდ საბოლოოდ ამას ვაღებდით, მოდიოდა დიდი ძალა, გვიპყრობდა, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვიყავით მის ქვეშ. მე ისევ კი ბატონო. თუმცა ჩვენ სამწუხაროდ ომებს შეიძლება ვაგებდით, მაგრამ ბრძოლებს ვიგებდით და ეს ბრძოლა არის, ესეც სწორედ არის ლაპარაკობ. რომელია ესეთი ბრძოლები გვაქვს მიღებული ისტორიაში შესული, მაგრამ კი ბატონო. ამიტომ სამწუხაროდ ჩვენ გადაცემა ამოვიწურა, თუმცა ჩვენ გადაცემის დასკვნით ნაწილში გვაქვს ასეთი საინტერესო ბლიც ინტერვიუ, რომელსაც ბატონ კონსტანტინესთან ერთადაც შემოგთავაზებს, სხვა შორის ჩვენ დღეს როგორც პირველად და გავუშვით ფილმი სუნძის ომის ხელოვნების 12 თეზისი და რაღაცა გვინდა რაღაცნაირად საინტერესო დავამთავროთ და ვფიქრობ რომ მართლაც ასეთი ადამიანები როგორც ბატონი კონსტანტინე ჟღეტი გახლავთ და მისი გამოცდილებით, მისი კვალიფიკაციით და მისი პროფესიონალიზმით ალბათ ვფიქრობ რომ აი მთავარი თქვენი სათქმელის მთავარი ადეკვატურობაც იქნება იმაში რომ ესეთი ადამიანები იყვნენ ზოგადად ქვეყნის მე მაგალითად ვისურვებ რომ ჩემი ქვეყნის პოლიტიკაში არ ვიცი ეს შეიძლება სულაც არ იყოს აუცილებელი რომ ხელისუფლება ერქვას ან რაღაცა დიდი თქვა სახელმწიფო რაიმე თანამდებობა სამთავრობო თანამდებობა მაგრამ ის სადაც თქვენ მართლა ღირსეული ადამიანები ბრძანდებით თქვენი ყველა იმ გავლილი და საქართველოს და ქვეყნის მიმართ გაკეთებული და შექმნილი იმ დოვლათით ვფიქრობ რომ სასარგებლო იქნება ძალიან და მე ამას ვისურვებდი. დავიწყოთ ჩვენი ბლიც ინტერვიუ და ჩვენ დავამთავრებთ გადაცემას. პირველი კითხვა ასეთია ბატონო კონსტანტინე. დაასახელეთ მსოფლიოში 3 ყველაზე ძველი გამოცდილი და დიდი დიპლომატიური სკოლის მქონე სახელმწიფო. სახელმწიფოს გულისხმობთ. ხო, ნუ მაინც დიპლომატიურ სკოლას თუ ვიტყვით, მაინც ბრიტანეთი, რა თქმა უნდა, ნუ ჩინეთი აღმოსავლეთით. სუნძიზე და ლაპარაკობდით და ივაზე და აღმოსავლეთით, რა თქმა უნდა, ჩინეთი, არა მხოლოდ სიძველიდან გამომდინარე, მერე და მესამე ევროპაში თუ ვიტყვით, რა თქმა უნდა, ბრიტანეთი. კი ბატონო. ჩინეთი, ბრიტანეთი და მესამე. რა ვიცი, მაინც ალბათ მე მგონია გერმანია. კი ბატონო. თქვენი აზრით, რა არის მე-20 საუკუნიდან დღემდე ქართული სახელმწიფოს 3 ყველაზე დიდი მიღწევა? როდიდან? მე-20 საუკუნიდან დღემდე. ხო, მე-20 საუკუნის დასაწყისიდან. კი ბატონო, საუბრობთ? დიახ. ნუ შეიძლება სახელმწიფო როგორც ასეთი არ ვიყავით მაშინ, მაგრამ ნუ მაინც ყველაზე დიდი მიღწევა. ჩვენი თვითმყოფადობის, ჩვენი ქართველობის შენარჩუნება. დიახ. ქართველების როგორც აი ცივილიზაციურად თუ ვიტყვით, როგორც ერის. დიახ. ქართველი ხალხის, რომელიც მხოლოდ ქართველები არ იგულისხმება, რა თქმა უნდა, აქ იგულისხმება ყველა. იმიტომ რომ ჩვენ განსხვავებულები ვართ.
ჩვენ არავითარ შემთხვევაში არასოდეს არ მithქვია რომ ვინმეს ჯობი ვართ ან ვინმეზე ცუდები ვართ ჩვენნაირები ვართ თვითყოფადობა მაგას ქვია ქართველები ვართ კი ბატონო და ეს ქართველობა მოხდა იმიტომ რაც დასაწყისში ვთქვით ჩემი აზრით რომ შევითვისეთ თვისებები როგორც აღმოსავლეთიდან როგორც აზიიდან ისე როგორც აღმოსავლეთიდან ისე დასავლეთიდან და აი რაღაცა ეს ყველაფერთან ერთად შევინარჩუნეთ იდენტობა ნუ შევინარჩუნეთ პირველ რიგში ქრისტიანობა რა თქმა უნდა და ცივილიზაციური ნიშნები სხვადასხვა და ბოლო კითხვა ასეთია დაასახელეთ 3 ყველაზე დიდი ქართველი ნუ ახლა ფაქტია ყველამ ვიცით ხო გამომდინარე იმიდან ჩვენი რა ვიცი ისტორიიდან ეს არის დავით აღმაშენებელი რა თქმა უნდა ეს არის ერეკლე და ეს არის ილია ჭავჭავაძე კი ბატონო ეს გახდათ ბატონი კონსტანტინე ჟღენტი ეს იყო გადაცემა დროის სამართალი ჩვენ გემშვიდობით მომავალ კვირამდე კარგად ზანდებოდეთ ნახვამდის გადაცემა დროის სამართალი დაიწყე აზროვნება დღეს